დღეს დილიდან კი ქობულეთში სტიქიას ებრძვიან გადაუღებელი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ ქობულეთის რამდენიმე უბანი დატბორა. წყლით დაიფარა 1000-მდე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული. ადგილობრივ მაშველებს გურიიდან, იმერეთიდან და სამეგრელოდან საგანგებოდ ჩაყვანილი მაშველთა რაზმებიც ეხმარებიან. სტიქიის ზონაში ახლა ზარალს ითვლიან. ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული მდინარე აჭყვა კალაპოტიდან დაახლოებით დილის 8 საათზე გადმოვიდა და ქობულეთის რამდენიმე უბანი დატბორა. რამდენიმე წუთში წყლით დაიფარა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები. დილის 9 საათისთვის ადგილობრივ სამაშველო სამსახურში უკვე 500-მდე გამოძახება შევიდა. დილით მოვარდა წყალი, ცხოვრობა აქ. რა ვიცი, პირველად არ არის ეგ უკვე. მრავალჯერ მეორდება ეს ყველაფერი და ახლა ზამთარი მოდის და რა გვეშველება, რა იქნება მატერიალური ზარალის განვისადეთ ყველაფერი განვისადეთ. თავარია მსხვერპლი არ ყო. წყალი შემოვიდა. დატბორა ეზო, დატბორა ოთახები, გამიბუჯა ყველაფერი. სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა ყველა გამოძახებაზე დროულად მისვლა ვერ შეძლეს. სამაშველო გვინდოდა სასწრაფოდ რომ ხალხი გამოიყენა, ბავშვები იყო და ვინც ვერ მოვასწარით, ყველა მეორე საფრთხე გავედი. და ძალიან დიდი წყალი მოვიდა იმ დროს, თითქმის ფანჯრებიდან შედიოდა წყალი. დასაწოლი არ აქვს, პირველ სართულზე მყოფ ხალხს. აი ამ ერთ დღეში ვარ სამაშველოში, დარეყენა კაცისურმა ყურადღება არ მოვაქცია. ამ ერთ დღეში ვარ ყველა. ახლა ქობულეთში დასუფთავების სამუშაოები და ზარალის დათვლა მიმდინარეობს. აჭარის მთავრობის თავმჯდომარის განცხადებით, ადგილობრივი ხელისუფლება ყველა დაზარალებულს დაეხმარება. ერთი კვირის განმავლობაში უნდა მოხდეს ამ ზარალის დათვლა. ამ 800-დან 1000 ოჯახში ყველგან მოხდება ვიზიტი, ყველგან მოხდება დათვლა ტექნიკის, განცხადების მიღება, ეს იქნება შეიძლება ტელეფონით შემოსული ზარი, ყველას აბსოლუტურად ყველაზე მოხდება რეაგირება და ჩვენ მზად ვართ აუნაზღაუროთ ის ზარალი. სტიქიის შედეგად ქობულეთში 1000-მდე ოჯახი დაზარალდა. რამდენიმე საათით მოსახლეობა ელექტროენერგიის გარეშე დარჩა. წყალდიდობის გამო შეფერხდა საავტომობილო და სარკინიგზო მოძრაობა. ძლიერმა წვიმამ პრობლემები ქობულეთის მუნიციპალიტეტის კიდევ 7 სოფელს შეუქმნა, სადაც მეწყერული პროცესებიც განვითარდა.